გილოცავთ ხალხო 20-25 წელს არ მოკლებოდეთ თქვენ ოჯახებს უამრავი სიხარული, სიკეთე, ბედნიერება და რაც თავარია ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა თუ იქნება დანარჩენი ყველაფერი მოვა დაწმრებული ვარ. ხო, ბედნიერებაზე გამახსენდა. სამყაროს შექმნიდან დღემდე უამრავი დიდი ფილოსოფოსი ცდილობდა აეხსნა არსი იმისა თუ რა არის ბედნიერება. ანუ როგორ იყო, იცი, თან კამათი იყო ერთგვარი მეცნიერული. ჰეგელი სხვას ამტკიცებდა, კანტი სხვას ამტკიცებდა, თავის დროზე დიდი პლატონი სხვას ამტკიცებდა. მოკლედ, ვერცერთმა ვერ ამოხსნა რეალურად რა არის ბედნიერება. ხო და, ჩემო ხვიჩა. კვარაცხელიას მიმართავ, რა თქმა უნდა. შენ შეგიძლია ბიჭო ეს ამოხსნა. როგორ? მოაგებინე ჩემპიონთა ლიგა პარის სენ-ჟერმენს, ხო? მერე შეხედე ალხელაიფს და აი ეგ არის ნამდვილი ბედნიერება. მოგესალმებით, მეგობრებო, სპორტ შოუ დაბრუნდა. და დაბრუნდა იმ კარგი ამბით, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენში გადავიდა. რა თქმა უნდა, გვინდოდა ბევრს. ჩემს მაყურებელს, ჩემს პატივცემულ მაყურებელს, ბევრს, არამაყურებელს, ბევრს უნდოდა რეალში გადასულიყო, ბარსაში გადასულიყო, ლივერპულში, სიტიში, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ პარის სენ-ჟერმენი უფრო დიდი გუნდია, ვიდრე ნაპოლი. ასე რომ, ახლა გილოცავთ, განსაკუთრებით ინტერის, მილანის, იუვენტუსის, რომას და ლაციოს ქართველ ფანებს. რადგან ახლა უკვე თამამად ყოველგვარი ფარისევლობის გარეშე შეგიძლიათ უგულშემატკივროთ თქვენს საყვარელ გუნდებს. ნუ, ასევე გილოცავთ ცოლებს, ჩვენს არაჩვეულებრივ მეუღლეებს, ცოლებს იმიტომ, რომ უკვე ქმრები ძალიან ადვილი დასაკერები ვხდებით. ანუ შოპინგზე ან ლუვრის დასათვალიერებლად მინდა წასვლაო კი არ ამბობთ. ამბობთ, ვაიმე საყვარელო კვარას თამაშზე არ წავიდეთ. მორჩეგა რა, დაკერილები ვართ, პრაქტიკულად პარიზში ხართ რა. ახლა რაც შეეხება ნაპოლისთან კვარას განშორებას. ბევრმა დაიწყო დე ლაურენტისის ბრალია, მაგის ისე, მაგის ასე, მაგის იმის, მაგის ამის, ზემოდან, ქვემოდან, ჰორიზონტალურად მომისმინეთ. მე სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებ ახლა დე ლაურენტისის გინებას. რატო ვაგინო ძმაო? მაგას აგინონ ნაპოლის გულშემატკივრებმა. ხვიჩას და საქართველოს დროში სტატუები რო გაიკეთეს მთელ სხეულს. 20 წლის ტალანტი იყიდეს, ხო იყიდეს. და რო იფიქრეს 1-5 წელი ჩვენთან იქნებაო და ყველაფერს მოგვაგებინებსო, წელიწად ნახევარში გაყიდეს. გაყიდა და დე ლაურენტისმა გაყიდა, მაგ ჩათლახმა მაგარ. ხო რა, ნეაპოლელებისთვის ჩათლახმა, თორე ჩვენთვის ჯიგარმა. ახლა ნეაპოლელებისთვის იმიტომ არის ჩათლახი, რომ გუნდის ლიდერი მაყუთის გამო გაუშვა. მაყუთის გამო. ჩვენთვის ჯიგარი იმიტომ არის, რომ ჩათლახია. და ამის გამო უკეთეს გუნდში მოხვდა ხვიჩა. მოკლედ, ამ მოვლენას, როცა კაცს თან ჩათლახს და თან ჯიგარს უწოდებ, ანუ წარმოიდგინეთ, კაცი თან ჩათლახია, თან ჯიგარი. ანუ ფილოსოფიურად რომ მიუდგეთ, დღეს რაღაცა ფილოსოფია მომაწვა. ფილოსოფიურ ხასიათზე ვარ. ხო, კაცი რო თან ჯიგარია, თან ჩათლახი, ამას ფილოსოფიურად ჰქვია დუალიზმი. ესე იგი, ორი საწყისის მოძღვრება. ქართულად რომ ვთქვათ, ეს დუალიზმი, ხო? ორი საწყისის მოძღვრება. ფილოსოფიურად ავხსენი ახლა მე ჩათლახი და ჯიგარი ლაურენტისი. ხო? დუალიზმი. ორი საწყისის მოძღვრება. ახლა ჩვენს ენაზე ავხსნათ. ჯიგრულად რა, ჩვენებურად, სპორტ შოურად რა. ერთი შენი ჯიგარი დედას წიმე. მას შემდეგ რაც კვარადონამ ნაპოლი დატოვა, არ შემიწყვეტია ფიქრი იმაზე, მეგობრებო, არ დაგიმალავთ, რა სახელი ვუწოდოთ უკვე პარიზულ გრანდში გადასულ ჩვენ ოქროს ბიჭს. აი რა, იყო უამრავი ვერსია, ყველას არ ჩამოვთვლი. ბევრი მე თვითონ არ მომეწონა, თუმცა საბოლოოდ შევჩერდი ერთზე, ამოვარჩიე, ახლავე მოგახსენებთ. საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ზურიკოს და ჟორჟს დღეიდან შეუერთდა კვარდეგოლი.
როგორია? კვარ დეგოლი. მოკლედ, 3 ქართველი გვყავს უკვე ლიგა 1-ში, 3-ვე უმაღლესი კლასის მოთამაშე. ჩემო სულხან საბა ორბელიანს გულისხმობ. დროში არ გაგიმართლა, დროში. თორე დღეს რო ყოფილიყავი ბიჭო. ლოდინი კი არა, წიხლით შეამტრევდი ლუდოვიკოს კარს. და ისიც გეტყოდა, ვაიმე, ფეხი ხო არ იტკინეთ, ბატონო სულხანო. ხო, მეგრულ პარიზული ამბებიდან გადავიდეთ ვანურ ამერიკულ ამბებზე. მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და კამარი დაიცვა. გილოცავ მერაბ, ძმაო, ჯიგარი ხარ, შეგენაცვალე მე რა, უმაგრესი ბიჭი ხარ რა. თან ამავე ბრძოლაში რეკორდიც დაამყარა, ტეიქდაუნების რეკორდი, ხალხო, 92 გდება, ყველაზე მეტი აქვს უკვე UFC-ს ისტორიაში. სხვათა შორის ერთი კარგი ტეიქდაუნი მერაბმაც გაუშვა. უნდა ვაღიარო. ხო, აი ბოლოს გალიაზე რო ახტა და დაცვამ რო ჩამოიყვანა. რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს. მართლაც კარგი მებრძოლია. კი ბატონო, აქამდე დაუმარცხებელიც იყო, თუმცა ერთი ბიჭო მაგრად შეეშალა. ბრძოლის შემდეგ განაცხადა, მე მოვიგე ეს ბრძოლა. რა უნდა უთხრა ახლა მე ამ კაცს? ერთი რაც შემიძლია, დავესესხები დიდ ქართველ მეცნიერს და ჩემს კოლეგას, უდიდეს ექიმს ბატონ ავლიბ ზურაბიშვილს და მისივე სიტყვებით ვკითხავ ნურმაგომედოვს. ბატონო უმარ, მაშ თქვენ ამბობთ რომ არტა გიგიათ? ხო? არტა გიგიათ ესე იგი. ამას ამტკიცებთ მაშ. კი ბატონო, და შოთა რუსთაველს პირადად იცნობ? კი? ანუ შეხვედი ხარ შოთა რუსთაველს? ამტკიცებთ ამას? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მოკლედ, ჩვენმა მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ დაამარცხა ყველა დიდი მებრძოლი. ჰენრი სეხუდო დაამარცხა? დაამარცხა. პიოტრი იანი, ჟოზე ალდო, შონ ომალი და მიაყოლა ახლა უმარ ნურმაგომედოვი. რა ვიცი ძმაო. აწი სხვა ვისგან უნდა დაიცვას ეს კამარი, არ ვიცი. აწი ახლა ჯიბგირებისგან თუ დაიცავს რომ არ მოპარონ. რა ვიცი. ახლა რაც შეეხება ჩემ ბარსას. სასწაული თამაში შემოგთავაზა. 5 გოლი. ბრავო! ბრავო! ხო, რეალთან ვამბობ რა, რეალთან სუპერთას ვამბობ. აბა თქვენ გონიათ ახლა ასე ბენფიკასთან მოგება გამეხარდა? მოკლედ ამ წელს რაღაცნაირი გუნდია ეს ბარსელონა რა. პირველ ადგილზე არსად არ არის, არც ერთ ტურნირზე, მაგრამ ყველაზე იძია შური. რეალს 2 მატჩში 9 გოლი გაუტანა. ბაიერნი გაანადგურა. ბენფიკას რას ვერჩი, მაგრამ ნუ ჯგუფში რო ჩატოვა, იმაზეც იძია შური, ხო, საოცარი კამბექით. საოცარი კამბექი ვახსენე და უკვე ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა გუნდმა, ვაიმე ხალხო, რას ვიფიქრებდი პარი სენ-ჟერმენზე, ამას თუ ვიტყოდი. ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა გუნდმა სასწაული თამაში მოუგო სიტის 0-2-დან 4-2. ბრავო! ბრავო! ისე ხვიჩა, შენ შემოგევლე მე. კიდე კაი მანჩესტერ სიტიში არ გადახვედი, თორე გული გამისკდებოდა ბიჭო. და ბოლოს მონოლოგი მინდა დავასრულო რეალის საპრეზიდენტო არჩევნებით. სადაც მოულოდნელად გაიმარჯვა ერთადერთმა კანდიდატმა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა. გაიმარჯვა ფლორენტინო პერესმა. თუ კი ვინმე არსებობს დედამიწაზე, რომელიც იკითხავს, რატომ არ ჰყავდა კონკურენტიო, მათ ვეტყვი. კონკურენტის ძირითადი ფუნქცია რა არის? მისია, რომ მოწინააღმდეგე რაღაცაზე გააკრიტიკოს, ხო? ანუ რა უნდა ეთქვა კონკურენტს ფლორენტინო პერესს? ხალხო, მხოლოდ არჩევნების წინ კვირდებოდა ჩემპიონთა ლიგის მოგებასო, თორე მე ავიწყდებაო? იტყოდა ამას? ვერ იტყოდა. ანის ბაბეკი იყიდა, მაგრამ ახლა რო კვირდებათ ვირცის ყიდვას ტყუილიაო? ერთადერთი რაც კონკურენტს შეიძლებოდა ეთქვა,
ფლორენტინო პერეზზე სიმპათიური მე ვარ. მორჩა. კაი, ეს გავიგეთ, რომ ვერ ეყოლებოდა კონკურენტი. მაინტერესებს თვითონ რას დაპირდა ხალხს. პროგრამაში რა ეწერა ისეთი, რაც აქამდე არ გაუკეთებია. რა ეწერა ძალიან მაინტერესებს. ანუ რაო, რას მოვიგებო? ლა ლიგას მოვიგებო? ლიგასო? შეიძლება ბარსას მოუგებთო, დაპირდა. ასე იციან ბიჭო, არჩევნების წინ დაგპირდებიან და რო აერჩევა ვიწყდებათ ყველაფერი. აბა. მეგობრებო, თქვენ კი გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი პანამის არხი, სანამ ამერიკამ არ მიიერთა. და იქ ვნახოთ საფრანგეთის ლიგა 1-ში კვარ დე გოლის კვარ დე გოლის გოლები. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. და ასევე მოგახსენებთ, რომ ჩვენი აქტიური და ერთგული მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. ახლა სტუდიაში მინდა მოვიწვიოთ ქართული ფეხბურთის გამორჩეული კომაგი, თან მუსიკალურად ერუდირებული კომაგი სოსო ტვილდიანი. მოგესალმებით სოსო. მოგესალმებით. დაბზანდით, დიდი მადლობა რომ მოხვედით. მოაღწიეთ ჩვენამდე. მოკლედ ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავი ვდანდებით თქვენ. ინტერნეტი ამდვილად არა, ეს ამას ყველა ვაღიარებთ. სანამ გთხოვდეთ და შეგვისრულებდეთ თქვენს რამოდენიმე ასე ვთქვათ პოპულარულ კომპოზიციას, მანამდე მინდა გითხრათ, რომ თქვენ სად მოღვაწეობთ, ბატონო სოსო? ანსამბლი ბეთანია, დიახ, გარდამნის კულტურის ცენტრი მუნიციპალიტეტის და ანსამბლი შვანარ, ფოლკლორის ცენტრთან არსებული. შვანარ არის სვანური გალობისა და ზარის შემსრულებელთა ანსამბლი. ანუ ძალიან სერიოზულ საქმეს ხართ შეჭიდებული, სვანური გალობა და ზარი, მარტივი ამბავი ნამდვილად არ არის. კარგი, აი ეს ჟანრი და ეს მიმართულება საიდან აღმოცენდა თქვენს ჰემისფეროებში? ამ ბიჭების სიყვარულიდან ჩაკვე, მამარდა, არ მინდა რომელიმე გამარჯვება, პირველ რიგში ხვიჩა. ეცტარს დაუკრა, აი ამ ბიჭებმა ამამღერეს დედასპიცა. ამ ბიჭებმა მთელი საქართველო აგვამღერეს, მაგრამ ნიჭი არ აგვაქვს ყველა სამწუხაროდ თქვენნაირი. არა, რასადა. ბატონო სოსო, მარტო ფეხბურთზე მღერით ხოლმე თუ აი ველოდოთ მომავალში რაგბზე, იგივე კალათბურთზე, ჯუდო, ჭიდაობა? ჯუდოზე მაქვს ერთი სიმღერა ლაშა ტალახაზეზე, ასეთი სიმღერები მაქვს. ალბომის გამოშვებას ხო არ გეგმავს რა? რას ამბობთ? სადაა მაგის საშუალება? ასეთი ალბომი რო გამოვა სოსო ტვილდიანი და ალბომის სახელი როა ქართული სპორტი. არ არის მაგარი? ძალიან. თქვენთან როგორ უყურებენ ამ თქვენ წამოწყებას, ოჯახის წევრები, მეგობრები? არ ვიცი, ხო ეს ისე უცბად ხდება, ეს რომ მოკლედ გამომივლის, რამდენი არ დავჯექი და დამამახსოვრდება, იმდენი დამავიწყდა. აი იქვე თუ არ მოვკიდე გიტარას, იქვე ტექსტი, იქვე მელოდია, იქვე გიტარა. შუბერტი ვიტყობილ ხარ. შუბერტი ამბობდა რომ რაღაცა მელოდია თავში რომ მომივაო, იქვე თუ არ ჩავიწერე მეორე დღეს აღარ მახსოვსო. აი ამ ბიჭების სიყვარულიდან გამომდინარე მართლა ასე მემართება დედასპიცა ვარ. ხო და წერეთ ხოლმე, ეგრევეა. თუ არა და მე დამირეკეთ და მე მიკარნახეთ, არ დამეზარება, ჩავიწერ და მეორე დღეს გაგახსენებთ. კარგი, დღეს რას შეგვისრულებთ ახლა? მოდი, ჯერ ასეთი რამე რო გავაკეთოთ, ჯერ ნაკრებზე რამე რო გვიმღეროთ. კი ბატონო. ჩვენი ნაკრების შანსები დაუშვათ 10 როგორ უნდა გავიდეთ სოფლიოზე. ხო, ერთა ლიგიდან ვეღარ გავალთ და აი 10 როგორ შეგვიძლია რომ გავიდეთ. კი ბატონო. აბამ დააულა შეტებაზეც მებო ჩვენ ოქროს ბიჭებო მამარდაშვილო იმედის კაცი ხარ ერთი გამარჯვებაც გიორგობის თვეო როგორც თქვა იპოლიტე ფეოლამ ხვედელიძე დათოს მიხედეო გეყოფა ევროპის ჩემპიონატს თუ გაიხსენებ ყველა დათვაში იდექით კარი ჩაუკეტეთ პროცენტები და გოლის მომცით და ესე პორტუგალია საქართველო კვლავ გავიცენდეთ მე ხომ ერთხელ დავით ბადელენტეში ბოლო თამაში ჩვენ ქონდა ჩეხეთში
კვარაცხელია ჩაკვეტაძე ჟორჟია იწყვეტს მსოფლიო ჩემპიონატი საგზურია იღეთ შესარჩევი ჯგუფიდან გასვლა მოგვიწევს აბაჰე და აბაჰო ვაშკაცურად მისხეთ შვენიერი ძირითადი ჯგუფიდან გასვლა მოგვიწევს მე სულ მაგას ვამბობდი რომ ერთა ლიგა არის მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიოსთვის და იქნება ახლა კენჭისყრა და გავალთ ძირითადი ჯგუფიდან ამინ აბატონო გავალთ გეუბნებით მე თქვენ გავალთ ძირითადი ჯგუფიდან კარგი კვარაზე გვაქვს რამე კი კვარაზე გვაქვს ახალი აბა გისმენთ ართი კოჭი კვარაცხელიამ შეუტია ერთმა რვამ ცველს ისეთი გოლი შეუგდო ნანანამ მსგავსი არ უნახავს არც ერთს და ნანანა ვოდელია ჰომნანა ვოდა მადლობა შენ დედას მამას ჩიტი იწყებს გალობასო ვინ შეხელი მოგიმართა ნანანა ღმერთი მისცემს წყალობასო და სოფლიოზე გადით მალე ჩქარა თორემ წუნკლებს არ ძინავთო და ნანანა ჰოდელია ჰმნანა ვოდა ჩემი ხვიჩა ჩვენი ბოდიში აბა ჯუდოზე მაქვს რაღაცაო მაქვს ჯუდოზე სიმღერა ჩვენი მართლა ოქროს ბიჭები და გოგონები აბა გისმენთ ქართული ჭიდაობის აზრი გონება ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებს არსენა მეკოკიშვილმა მთველი გადასდო და გოლიათი ვიკინგი ბეჭებზე დასდო სოფლიომ დასვა შეკითხვა მას წმინდა გიორგიმ მიუგო ქართველებს ერთი გვაქვს მიზანი დიდება ქართულ ძიუდოს ლუხუმი ლაშა გურამი გრიგალა ლუკა დალიპო გოგონებს გულით მადლობა დიდება ქართულ ძიუდოს სარდალაშვილმა დაიწყო სოფლიოს ოქრო დაიდო პარიზის ოლიმპიადა ძიუდო ბრავო აი ასეთი ამბავი გქონდა ჩვენ დღეს მეგობრებო ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავი სოსო ტვილდიანი ყავდა სტუმრად მადლობა გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი ყველაფერი სპორტის შესახებ